საღამომშვიდობისა. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. და რადგან ეს ბოლო გამოშვებაა, ჩვენ სრულად გავიგებთ თუ რა მოხდა ახალი ქართულ და უცხოურ შოუ-ბიზნესში. თავდაპირველად ქართულ შოუ-ბიზნესში მოხდა ამბებს გავეცნოთ. აჭარა მიუზიკ-ჰოლში არაჩვეულებრივი ფოლკოთეკა ჩატარდა. ეს იყო რიგით მესამე ასაფართი და წინა ორისგან განსხვავებით იგი გაცილებით უფრო განახლებული იყო. ორკესტრი მუშაობს და ამით არის ხაზგასმული, რომ ქართული საცეკვაო მუსიკა ნელ-ნელა უტოლდება ქართულ საცეკვაო მოძრაობას. ადრე ცოტა განსხვავება იყო, ძალიან სწრაფად განვითარდა ქორეოგრაფია და სწრაფი ევოლუცია განიცადა და საცეკვაო მუსიკა ცოტა ჩამორჩა. ამას ბევრი სხვადასხვა პრობლემები ჰქონდა, იმიტომ რომ მრავალხმოვანმა გენიალურმა ქართულმა სიმღერამ, ამ კულტურამ, რაც საუკუნეებიდან მოგდგამს ქართულ ერს, ცოტა დაჯაბნა საცეკვაო მუსიკა, ეს ბუნებრივიც არის. ეს ანსამბლი ფაქტიურად შეიქმნა მოდერნიზმის და ხალხურობის ზღვარზე და იმდენად თვითონ იყვნენ რევოლუციონერები თავისი ბუნებით და მათ მიერ შექმნილი დღეს კლასიკად არის აღიარებული, რომ ძალიან მოეწონებოდათ ეს სიახლეები, რომ თვითონ იყვნენ სიახლეების მაძიებლები. მე მუშაობდი ნინო რამბიშვილთან და ვიცი, როგორი ადამიანი იყო. ამას გაგიჟდებოდა უბრალოდ. რაც ეკადრება სუხიშვილის აკადემიურ ნაციონალურ ბალეტს, ის ვაჩვენეთ დღეს და მაყურებლის ემოცია, მაყურებლის ის მუხტი, რომელიც ჩვენამდე მოდიოდა და რაც გვაძლებინებდა იმისთვის, რომ ბოლომდე მაღალ დონეზე ჩაგვეტარებინა ის, რაც ჩვენ დღეს გეგმაში ქონდა, იდეაში, მე მგონი ეს გავაკეთეთ. კიდევ ერთი ლამაზი საღამო ვაჩუქეთ თბილის გაზაფხულზე და აწი დათბება, გესმის? უკვე დაცხება თბილისში. მოუწონელია გარაფერი არ, მე ძალიან მოუწონს და ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი საღამო. თვითონ ის რო დაუშვა თანამედროვე მუსიკა და ქართული მუსიკა შერწყმული, მე ვთვლი რომ ეს კარგი შესანიშნავი არჩევანი გააკეთა პატარა ელიკო სუხიშვილმა. რა კარგი გამოვიდა ეს საკლუბო ვერსია ქართული. საერთოდ კარგია რომ აი დისკოთეკაზე და უბრალოდ ესე დავნერგოთ ეს ჩვენი ქართული მუსიკა, ქართული რიტმები, რომელიც მე მგონი ძალიან უხდება. წერალთა კავშირში ზაურ ბოლქვაძის 70-იან წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა მოეწყო. ამ დღისთვის სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში ზაურ ბოლქვაძის ქალიშვილი ელისო ბოლქვაძე. შეგახსენებთ იმასაც, რომ ზაურ ბოლქვაძე წლების მანძილზე იყო ჟურნალ ნიანგის რედაქტორი. ამ მოვანეცას ატონის ზაურე რატაიმის უნივერსიტეტის დაამთავრა ურითმეს საფას ერთ საოცარი ავარია დაბადებიდან მისი თამადები ყავილისოსში
აი ამომიჩია თვითონ ზიემამაც იცის თმამა ამიცის თავიდან ესე იგი წლის თავზე ათმამა ეს მოდი სულ მეუბნებოდა რომ ჯანო გავიჯო აი თავად შოში სულ სუხდიან და მე ვარიანტი არ ვარ გადაიხადო ერთხელ ბევრი პრობლემა გავიდა დრო და ერთხელ მოვიდა და ვიდეო არაფერს არ იხდიო რა იყო ნოთარ რას მიაღწია ჩემერისო ხოლმე რეა რამე გადაიხადე ახლა პირიქით ხოიცი ართლა მიხარია აი როგორი შვილი უნდა გაზარდო ამ ხელას ასე ჩამოვიდეს და მამას ამ ხელა პატივისცეს თავის დედასთან ერთად წიგნი გამოუცეს ამ ხელა ხალხი მოიწვიოს მაინც წერალთა კავშირში გააკეთოს ეს სიმღერას ქვია არაფერი მახარებს. ჯგუფი საუნდი ახალ სიმღერას წერს. სიმღერის ჩაწერა, რომელიც კლუბ საუნდში მიმდინარეობს, სავარაუდოდ 2 დღეში დასრულდება. ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ ახალ სიმღერაზე საუნდი ვიდეო კლიპს რუსთავში გადაიღებს. ახლოს მოდი რა, აწეული არ არის. სიმღერა არის ჩვენი, ტექსტი ჩვენია, აბსოლუტურად. და რაღაცა ესეთი სევდიანი სიმღერა უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში გეგმაში ასეთი გვაქვს. შენ იმღერებ ხლა? ხო, აბა რას ვიგებ? ხა თითქმის მთავრდება. ნუ ალბათ ხვალ ან 2 დღეში ეს. სიმღერა თვითონ არის ასეთი შინაარსის შეყვარებული გოგოდობიძე არის, მაგრამ გოგო არის დაღუპული და იმათ ეძღვნებათ რა და უნდა იყოს ბიჭი უნდა მონაწილეობდეს კლიპში. ტირილი რაღაცა ეგ და რაღაც სევდიანი რაღაცა უნდა იყოს რა. არ ვიცით ვინ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ჩვენი გადაღებული იქნება ეს კლიპი. დღები უშენოდ სწრაფად მიდიან მე გიღრუბლებში დაგედებ კვლავ როგორც ინფორმატორიდან იცით, პირველად საქართველოში ქართული საფირმო ნიშნის ქვეშ გამოდის ალკოჰოლური სასმელი კაფე მაკა ასათიანი. მე ვფიქრობ, რომ გახდება პოპულარული, იმიტომ რომ მაკას ყველა წამოწყება პოპულარული ხდება ხოლმე და თან რაღაცეთი ფანკი სასმელია და მე მგონი რომ გახდება. თან ლამაზი დიზაინია ძალიან. ბატონი გიორგი ფახუტაშვილი ეს არის იურიდიული კომპანია Business and Legal Consulting-ის წარმომადგენელი, რომელიც იმუშავა კონტრაქტზე, სოფში მინდა აუგუშტო, აქ არის საუბარი ფრენჩაიზის კონტრაქტზე, რომელიც არის ურთულესი პრაქტიკა და პროცედურა საერთაშორისო იურისპრუდენციაში. და ბატონი გიგლა კუნჯულია, თქვენთვის ყველაფრის ნაცნობი. ეს არის ქართული სავაჭრო ნიში. ეს არის არამარტო ჩვენი სიამაყე, უკვე საერთოდ ცნობილია. იცით, ყველაზე კარგად თქვენ იცით. და აგრეთვე მაკასათიანის სავაჭრო ნიშანი წარმოდგენილი ეს იდეა. მე არ ვიცი თქვენ გაიცანთ უკვე თუ არა პრეს რელიზს. შემიძლია დავიწყოთ უკვე კითხული ურთიერთობა. უგინოთ კიდევ ვიბლაბლავებ შემიძლია დავუყაროთ თუ ლაპარაკო ამდენი ისე და ქართულად ჩვენ ახლობლებია, თუ არ გამოამოწმებს აქ ლექსიკა და მოდნი ტრენდი ხალხზე არის გათვლილი. არ არის, მაგრამ მე რატომღაც გონია რომ ერატას ყველაზე ნაკლებად მოუნდება დედამიწის ზურგზე. უფრო ეს ადამიანის გარემოცვლა.
ძირითადად ეს არის საკლუბო სასმელი, იმიტომ რომ იდეა თვითონ აი მუშაობ ან როდესაც არა როდესაც გასცდე პირველად მშობლობით, მუშაობით და მეგობრობით მაკას და მიკა ცულაძეს around the world, except for Georgia. ძალიან კაი სასმელია, ძალიან მომეწონა. არ ვიცი პოპულარული გახდება თუ არა, მაგრამ მე დავლევ ხოლმე 100% ერთ-ორ ბოთლს ყოველდღე. იცით რა არ ვიცი, აი უცებ დავჭექი და ზუსტად 2 საათში გავაკეთეს, 2 საათში გავაკეთე მთელი დიზაინი ამის. ამას გარდა კომპანია მაკა ასათიანში მიმდინარეობს კიევში დაგეგმილი Fashion Week-ისთვის მზადება. ეს ყველაფერი მზადდება ორი დიდი ღონისძიებისთვის, მთელი ფიტინგი და მომზადება. ანუ ერთი არის რუსული მოდის კვირეული Russian Fashion Week, რომელიც სტარტდება მოსკოვში 7-დან 13-მდე აპრილს და ჩვენ დღე არის 10 აპრილი. არა, მე იქნება აი რაღაცა კი. ხოლო მეორე რაც მოყვება უკვე რუსულ Fashion Week-ს, ეს არის მოდის ფესტივალი კიევსკი პოდიუმ, რომელშიც შედის აგრეთვე უკრაინის Fashion Week-ი, მაგრამ ეს არის უფრო პომპეზური, დიდი საფესტივალო სტილისტიკით გადაწყვეტილი ძალიან სერიოზული ღონისძიება, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რამდენიმე სასახლეში ტარდება, რომელზეც ჩვენ გამოვდივართ 19 და 20 აპრილს.